მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებენ სპეცდანიშნულების რაზმები, რომელთაც ევალებათ ყველაზე საშიშ და რთულ თავდაცვით თუ თავდასხმით ოპერაციებში მონაწილეობა. შესაბამისად, ძალიან დიდი ყურადღება ექცევა მათ მომზადებასა და წვრთნებს. აღნიშნულ ქვედანაყოფებს მსოფლიოს მასშტაბით მრავალ ურთულეს ოპერაციაში აქვთ მიღებული მონაწილეობა და გადაურჩენიათ მრავალი ადამიანის სიცოცხლე. ყოველდღიურად მიმდინარეობს მუშაობა მათ დახვეწაზე, ეკიპირების გაუმჯობესებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვაზე. მას ასე წარმოგიდგენთ მსოფლიოში 5 ყველაზე ძლიერ სპეცდანიშნულების რაზმის ჩამონათვალს. მეხუთე, შაიათი 13. ისრაელის საზღვაო სპეცდანიშნულების რაზმი. ჩამოყალიბდა 1948 წელს და მიიღო მონაწილეობა თითქმის ყველა ძირითად ოპერაციაში, რომელიც ისრაელს განუხორციელებია. სპეცრაზმში მოხვედრის მსურველებს უწევთ გაიარონ 20 თვიანი ურთულესი წვრთნა, რომელიც მოიცავს ყველაზე სტრესულ, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მომზადებას. სწავლებაში შედის პარაშუტით ხტომა, წყალქვეშა ომის წარმოება და სხვა მრავალი. ამ ქვედანაყოფების წევრები მუდმივად ჩართულნი არიან მსოფლიოში ყველაზე ცხელ წერტილებში მიმდინარე ოპერაციებში. მეოთხე, SAS. დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო სამსახურის სპეციალური ერთეული, ითვლება საუკეთესოდ ევროპაში. დაარსდა 1951 წელს. ეს არის სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომელიც ჩართულია მტრის ძალების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში, ასევე ანტიტერორისტულ ოპერაციებში. მათი ყველაზე გახმაურებული სპეცოპერაციაა ლონდონში, ირანის საელჩოდან მძევლების გამოყვანა. თანაც ისე, რომ დაშავდა მხოლოდ ერთი მძევანი და ერთი გამტაცებლის გარდა ყველა მოკლეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ოპერაციას მხოლოდ 18 წუთი დასჭირდა. დანაყოფის სამწვრთნელო კურსი მოიცავს მებრძოლების გამოცდას ყველა სახის დაბრკოლებაში, ჯუნგლებში გადარჩენის უნარის გამომუშავებასა და ასევე 36 საათიანი მკაცრ დაკითხვას. რა დროსაც მიმდინარეობს კანდიდატზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და სულიერი გატეხვის მცდელობა. მხოლოდ ამ ეტაპების გავლის შემდეგ კანდიდატს შეუძლია იმსახუროს ბრიტანეთის სპეციალურ საჰაერო სამსახურში. მესამე, GSG 9. გერმანიის ფედერალური პოლიციის კონტრტერორისტული სპეციალური დანიშნულების დანაყოფი. ჩამოყალიბდა 1973 წელს. ჯგუფი გამოიყენება გატაცების, მძევლად-აყვანის, ტერორიზმისა და გამოძალვის შემთხვევებში. მათ ფუნქციებში შედის ტერიტორიის კონტროლი და სამიზნეების განეიტრალება. რაზმის რიგებში იმყოფებიან სნაიპერები, რომელთაც ერთი სასიკვდილო გასროლით შეუძლიათ ნებისმიერი სამიზნის განადგურება. აღნიშნული ქვედანაყოფი აქტიურად ვითარდება. მათ 1973-დან 2003 წლამდე ჩაატარეს დაახლოებით 1500-მდე ოპერაცია. დანაყოფში გაწევრიანება საკმაოდ რთულია, რადგან რამდენიმე საკმაოდ რთული გამოცდის ჩაბარებაა საჭირო. სტატისტიკის მიხედვით, ყოველი 5 მსურველიდან მხოლოდ ერთი ახერხებს ჩაბარებას. მათი ყველაზე წარმატებული ოპერაციაა სომალში მძევლების გათავისუფლება თვითმფრინავიდან. სპეცოპერაციას დასჭირდა 8 წუთი, გადარჩა ყველა მძევალი, ლიკვიდირებული იქნა გამტაცებლები. მეორე, დელტა. რაზმის მთავარი მიზანია სამაშველო ოპერაციების ჩატარება. იგი ჩამოყალიბდა 1977 წელს, მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებული შტატები გახდა მრავალი ტერაქტის მსხვერპლი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალ კვალიფიციური და გასაიდუმლოებული ქვედანაყოფი ამერიკაში. მათი პრიორიტეტია ტერორიზმთან ბრძოლა. ასევე აქტიურად არიან ჩართულნი ეროვნული ინტერვენციის ოპერაციებში, გამოირჩევიან საიდუმლო ოპერაციების წარმატებით შესრულებით. მათი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპეცოპერაციაა ალ-ქაიდის ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდირება. პირველი, ალფა. ეს რუსული ელიტური სპეცრაზმი ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ კგბ-მდე 1974 წელს. მიზნად ისახავს განახორციელოს კონტრტერორისტული ოპერაციები. მისი ძირითადი ამოცანაა აღმოფხვრას ტერორისტული აქტები, ტერორისტების გაუნებელყოფა ან ლიკვიდაცია, ასევე მძევლების გათავისუფლება. გარდა ამისა, ალფა სხვა მაღალი სირთულის დავალებების შესრულებას უწევს. რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ბრძანებით, ჯგუფი ხშირად ხვდება ცხელ წერტილებში, მათ შორის რუსეთის რესპუბლიკებში, დაღესტანში, ჩეჩნეთსა და ინგუშეთში. დანაყოფის ყველაზე წარმატებულ ოპერაციებად ითვლება 2002 წელს თეატრის შენობის განთავისუფლება, სადაც 750-ზე მეტი ადამიანი იყო მძევლად. 2004 წელს სკოლის განთავისუფლება ბესლანში და სხვა მრავალი. ამით ჩემი სათქმელი ამოიწურა. თუ მოგეწონათ ჩემი ვიდეო, დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. ასევე კომენტარის სახით დააფიქსირეთ თქვენი აზრი.